ჰეიო, დღეს მივდივართ ბაკურიანში მთელი ოჯახი. საათია ჩალიჩობ, ჩალაგებას, იმიტომ რომ აი ეს მანქანა გადაწყდა ბოლოს მუსტანგში მე მგონი ვერ ვეტევით, იმიტომ რომ სნოუბორდების სამაგრი, რომელიც აი ესე გამოიყურება, არ ყენდება, თავები არ მაქვს, ესე ვთქვათ, ჩვენი მანქანისთვის ადრე აუდიზე მეყენა ესენი. შესაბამისად, გადაწყდა რომ პირდაპირ ბრონკოში ვლაგდებით, აი კი რა ალაგებს თავისი სნოუბორდიც დაამატა. აბა მზად ხარ სასრიალოდ? გუდაურში რო ვიყავით, რატომ მაშინ რო ხო არ ვიცი. ხო, გუდაურში უფრო მარტივად ჩავლაგდით, მაგრამ აქ ვერა. მოკლედ, აი ესეთი ამბავია, აქ ჩავლაგდებით ალბათ. რაც შეეხება მუსტანგს, მუსტანგი უფრო მოცულობითიც არის, შეიძლება ესე ითქვას. იმიტომ რომ აქაც საბარგული გვაქვს, მაგრამ არ არის მაღალი რა და სნოუბორდების ჩადება და ჯლაგაჯლუგი შიგნით მენანება, ამიტომ რომ ჩამოვალ შემდეგ სვანეთში წასვლისთვის, ვიყიდი ჩემი ტულეების სამაგრების თავებს და უკვე მუსტანგზე ავეწყობი აუცილებლად. ახალი კურტკა ვიყიდე, საერთაშორის სასრიალო, ანუ ახალ ფერში ვიქნები დღეიდან. სანამ ახალს ავიყიდე კიდე ამას, თეოს რეაქცია ნახე. თეო, ეს ვიყიდე ჩემთვის. ოღონდ. აბა შეაფასე. შეაფასე. 5 წლის შემდეგ ახალი ზმანი მექნება. Yes. ვიცი, მაგრამ არც ერთი არ მინდა. ნუ რაღაცა ისეთია რა, უცნაური ფერი არის. მოკლედ, მეგობრებო, აი ესეთი არეულობაა ჩვენს სადგომზე. ნუ ნაძვისხეები ჩასალაგებელია, ბათინკებია მანქანაში ჩასადები, ეს ჩანთა წამოვა, ეს კირას ჩანთაა მე მგონი, ჩაფხუტები უნდა წამოვიღოთ, რომელიც აგერ არის, ეს არის ჩემი, ეს ჩვენი 3D პრინტერი, სადაც რაღაცებს ბეჭდავთ, ეს 3D პრინტერის მასალები, ამაზე მე ცალკე ვიდეო უოჭველი უნდა ჩავწეროთ, მე მგონი, ნახეთ, როგორი ეიფელის კოშკი. დაუბეჭდეთ ბოლოს. მაგრამ დღეს სხვა ამბავია. დღეს გუდაურის კი არა და ბაკურიანის დღე არის. და კირას ოცნებას დაადგა საშველი, რომ ბაკურიანში მივდივარ. ბაკურიანი უნდა და ძალიან. ეხლა დავიწყებ ნელ-ნელა ჩალაგებას და გავეშურებით. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ამ ტრიპში ჩვენთან ერთად მე თეო და კირას გარდა მოდის მილა. ამიტომ ყველაფერი იქნება ძალიან სასიამოვნო. იმიტომ რომ მილაშთან ერთად ყველაფერი იქნება მაგარი. ნახეთ ის ბუშუშუნა ეშა. ამოძრავდა ხორჭო. მოკლედ რაღაცეები შეიცვალა. აქ ვერ ვეტევით, იმიტომ რომ უნდა ჩაიდოს ბავშვის კალიასკაც და სნოუბორდებით, ამიტომ გადაწყდა რომ ორი მანქანით წავალთ. აი, თეონა ბედნიერია, შეატყობდით. ეხლა გადავალაგებ რაღაცეებს, უпроსტად მილას ქარსიც აქ ჩავდებ, სნოუბორდებს აქ ჩავდებ, ერთ-ორ ჩანთას აქ ჩავდებ და წავალთ ორი მანქანით რა. ადრე მეგობრებო, ბევრად მარტივი იყო. სასრიალო წასვლა რა, როცა გიორგი მარტო იყო, იმიტომ რომ მოკიდე და თავის ნივთებს სნოუბორდ ბათინგს შევსათმანებს სათვალეს და всё. მორჩებოდა ყველაფერი. მაგრამ ეხლა, როცა თორს მოიყვან, შულები გაგიჩნდება, ოჯახი ყავს, ეგ ოჯახის სიძლიერე და ბედნიერება რო გინდა. ცოტა ჩარეჩიც არ უნდა გაიგო. ამასობაში კირა სწავლობს გადაღებას. კირამ როგორ შეიძლება რომ გადაღება არ იცოდეს, იუთუბერი არის, იუთუბერის შვილი არის, ამიტომ აი ესე სწავლობს ცალი ხელით გადაღებას. უნდა განახოთ როგორ დგას. იგრე შეიცვალა პოზა. ხო, ეგრე დგას და იღებს. კარგი, გავაგრძელოთ. დაიძრა ესკორტი ბაკურიანისკენ. კოცნით, გორში შევხვდებით. მოკლედ მოუახლოვდით, ცოტა არ იყოს, მაგრამ ჯერ 53 წუთი გვაქვს წინ. ეხა იწყება ზუსტად ღამის სრიალი. ძალიან მინდოდა რომ დღეს მომესწრო ღამის სრიალი, თუმცა არ ვიცი. თუ მოვასწარეთ დაბინავება, შეიძლება 1 საათით მაინც გავიქცე და ვისრიალოთ რა. თუ არა და ხვალ მაინც ვიზამ აუცილებლად რომ რაღაცა ღამის ბაკურიანიც ვნახოთ. ღამის სრიალზე ბაკურიანში არ მისრიალია, ძირითადად გუდაურში მისრიალე, ამდენჯერაც იყო საშუალება. თუმცა გუდაური ძალიან პატარა არის ღამის სრიალი, ვისაც გისრიალეთ, გეცოდინებოდათ და
დიდველს არა უშავს, ნუ ქვედა დიდველია მაინც. ხოლო ხვალდილიდან კოხტა მიტარები fresh towli ახალი snowboard-ის გატესტვას ვერ ვასწრებთ ამ დრებზე, მაგრამ არა უშავს. რო ჩამოვამერე ალბათ სვანეთში. ვიზამთ. თვის ბოლოს ვაპირებ სვანეთს. მანამდე პორტუგალიაში სამდღიანი ტრიპი გვაქვს, საიდანაც ასევე ვიდეო იქნება. სადაც ძალიან საინტერესო ტრანსპორტი უნდა გავტესტოთ ტრანსპორტერთან ერთად და ამაზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებთ. ხოლო შემდეგ სვანეთს დავეცემით ალბათ თავს და ამასობაში ახალი snowboard-ის ჩამოვა, snowboard-საც გავტესტავთ, სვანეთსაც გავტესტავთ და მოკლედ ახალგაზრდობას გავიხსენებთ. და ამასობაში მოვედით მეგობრებო ჩვენ სასტუმროში, რომელიც არის დიალოგი კოხტა. თურმე, ნელა არ დაგისრიალდეს ფეხი. ყველაფერი კარგად არის, ფაკუჰიანი ჰაერი იგრძნობა, გამომშრალი, ცივი, გრილი, მაგრამ თან კარგი, სუფთა და ორივე მანქანა დაბინავდა, შეიძლება ესე ითქვას. ეი, ეს თოვლი არ არის. უკვე გუნდაობა დაიწყო ყინულით. როგორი სხვანაირი ის არის რა ქვია. სწორი დროც არის, მაგრამ სხვანაირი ჰაერი როა, სხვანაირი სილამაზე არის. ნახეთ, აი იქით ის ჩასვლის ნარჩენები, აქეთ განათება. ეხა მილას გადმოვიყვანთ და დავჩეკინდებით. ოღონდ იმდენი რაღაცა ხდება შიგნით. რომ არ ვიცი, აბა როგორი გზა გქონდათ? თან კაი, 7 წმარი, მეგრულად არავინ არ ლაპარაკობდა, დაისვენდა ყურება. მუსიენა რა გადაანსინა ვარე საბეცკი ვაუჩქრა მარგაი ვარე ვაუჩქრა მუთუ საბეცკის განახა მარა რუსული უჩქრა რუსული და მუთუ ქარჩი ეჭე მარგალ короче მაუ ფიქრენ ქართ მარგალუ ლოგიხო ეგინი ვღათინ არჩახ და უკვე თიშეკ რა გადუათ რა მარგალენ ათე ფისი იყო და მამუშკას რო რეკო ჩქირ ასე მიდურქ ჩეკინს გვაკეთენ და ნომერს გუგოძირან წავედით განახებთ ნომერს მილა გოგო ლუყები გოგო ნახე აი ეს გამარადები და გორამდე აიქიშა ამაში ხი ისინი დაიდე და ჩეკინების მომენტი რომელიც გამოიყურება ესე აქეთაც ნორმალური სივრცე არის ნახეთ ხვალდილით ალბათ აქაურობას შემოუვარდებით 500 მე-1 ოთახია მე 500 არხუზია თვითონ ბედნიერი და მადლობა თქვენა მოვედით მეგობრებო ჩვენს ნომერში აქ გვაქვს აივანი აქეთ გვაქვს საძინებელი ნომერ 1 რომელიც აი ესე გამოიყურება თავისი ხედებით პატარა სამზარეულო სადაც მილა გემრიელად მოკალათ და ჰელო და საძინებელი ნომერი 2 მასტერ ბედრუმი სადაც ალბათ მოვუკალათდებით მე, თეო და ბავშვები. აქ გვაქვს ასევე თაროების სივრცე და აქეთ გვაქვს ესეთი ხედი, რომელიც დიდად ვერ დაიკვეხნის, უბრალოდ ყეზე ხედი შეიძლება ესე ითქვას. მოცულობითი არის, ნომერი ჯამში არის 63 კვადრატი და სველი წერტილი საინტერესოა. სველი წერტილი აი ესე გამოიყურება. თეო, მოგეწონა, ხო? საკმაოდ ნორმალურია. ისე სისუფთავე არის, ძალიან კარგი. მოცულობითია, საკმაოდ დიდი ოჯახი შეიძლება. 3 ღამით რა დაგვიჯდა? ყველაფერი არის. ჭურჭელი, დანაჩანგალი, ტაფა, აბსოლუტურად. ოკეი. 3 ღამით ეს ნომერი დაგვიჯდა $580-მდე, შემიძლია გითხრათ. 3 ღამე დაგვიჯდა ესე რა, აი ეს ნომერი 2 საძინებლით. თავისი პატარა სამზარეულოთი, შუაში ესეთი მაგიდით, აი ესეთი პატარა დივანით და ასევე გვაქვს აი ესეთი კარადა, რომელშიც რაღაცებს შევინახავთ ალბათ. არ ვიცი როგორი ფასი არის ბაკურიანისთვის ეს ფასი ამ მსგავსი ნომრისთვის, მაგრამ ნუ ჩვენ მე გუშინ ბარათიდან ეს თანხა გამძვრა ნამდვილად მახსოვს. ხამისრიალი მე მგონი დღეს არ მოესწრება, ამიტომ ეხლა დავლაგდებით, რაღაცეებს კიდე ამოვიტან, ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენთ და ხვალედილით დაგიბრუნებთ. დილამშვიდობისა მეგობრებო, დაგვათენდა, ცოტა წამოთოვა, მაგრამ ეხლა ისევ შეწყვიტა, თუმცა არა უშავს, სასრიალო თოვლი მე მგონი არის. აი ესე გამოიყურება წინ ხედი, ხოლო რაც შეეხება შიგნით რა ხდება?
გოგოებთან შეგვიძლია შევიხედოთ. რაც შეეხება გოგოებს, აი ესე გამოიყურებიან. კი რა მოწყენელია, იმიტომ რომ სასრელოდ უნდა წასვლა და უწევს რომ მილას დაელოდოს. მილას საჭმელს ელოდება. მოკლედ გეგმა არის შემდეგი, ხა მე გავალ, დავლაგდები რაღაცა ერთ ჩამოსრიალებასაც მოვასწრებ და მე ესენი ჩამოვლენ, შემოგვიერთდებიან და ვისრიალებთ ერთად. გაჩერდა უცებ. გამოდევდი მეგობლებო. დაითრია. აი, გოგო. ესეც ასე ჩავლაგდით, რაც იმას ნიშნავს, რომ გავეშვებით ახლა პირდაპირ კოხტამიტარბისკენ. დაახლოებით 4-5 წელია ბაკურიანში არ მისრიალია, გემრიელად შარშან თუ შარშაწი 1-2 საათი ჩამოვირვინე დიდოლზე, მაგრამ აი, აქეთ კოხტამიტარბიზე რა, ისე ჯანიანად არ მისრიალია რა, კაი ხანია და კოხტამიტარბი რო გაიხსნა, მაშინ გახსნაზეც ვიყავი და მაშინ კიდე ბევრად სხვანაირი იყო კლასები და ახლა ბევრად სხვანაირია. სვანეთის ვაიბები წამოვიდა მეგობრებო, აი ამ ნაძვებით და აი ამ ქუჩებით. ჩვეულებრივი სვანეთის ვაიბები არის რა, აი აწვალზე რო ჩადიხარ, ეგეთი გზა არის და მომენატრა. მოკლედ ძალიან მალე ამ სეზონზე აუცილებლად მოვიდით სვანეთს, უეჭველი ვისრიალებთ ბევრს და უეჭველი გამიხსენებთ ძველ დროს, ოღონდ ამჯერად კარგადაც გადავიღებ, იმიტომ რომ ძველ დროში არ ვიღებდი ისე კარგად. ეგ არის ბათინკები ჩაცმულ, ჩაფხუტიც. ახურებულ. მოკლედ როდესაც კარგად სრიალებ სნოუბორდზე, ეგ ნიშნავს, რომ სწრაფადაც ემზადები რა. მაგრამ თუ ახალი ხარ სნოუბორდზე, ეგ ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხანი გინდა გამზადებაში, მათ შორის სნოუბორდის ჩაცმაში, იმიტომ რომ პრაქტიკაში მოდის მერე სწრაფი ჩაცმა რა, სწრაფი ჩაწყაპება, გრაინდინგის სწრაფად შეკრა და ასე შემდეგ. და როდესაც ახალბედიდან სრიალებ, სულ ეგ არის, რომ უნდა ელოდო. ბევრი რო ველაპარაკო, ეხლა ოსმოპაკეთს ტოვებ მანქანაში, რადგან ამდენი ადგილი არ არის და ეგრევე ჩავრთავ 360-ით გადაღებულ სრიალის კადრს. აბა, წავა. რაღაცაა რომ გადაღება გავიწევ ხოლმე რა ხან ამის რომ ბევრი სრიალები პეტრა დავლეზე ფეხი იჩინა შემოვედით და გოგიჭირი მარგებელია სპორტში თან გადავწყვიტე რომ რაღაცა გვეჭაბა ცოტა გამესვენა აქ არის ესეთი ფიჟინასავით შენობა სადაც აღარ ხმები ძალიან კაი სიტუაციაა და შევუკვეთეთ ესეთი ხაჭაპური პეტრამ ხაჭაპური რო ჭამა გაუარა ეგრევე ფეხის კეგელმა. ახალ სიტუაციას რაც შეეხება, აი ჩაულებრივი ის არის რა, სამთვის კურორტული, გუდაურული, ბაკურიანული პონტი არის. სასტავები, მეგობრები, დალევა, სმა, ჭამა, ბარი, ყველაფერი არის იდეალური. მარტო სრიალის კადრები ჩასმას ვაპირებდი აქედან, მაგრამ ისეთი მაგარი ჰაერი, თოვლი, ბუნება და ყველაფერი ამიტარბიზე რომ არ გამოვიდოდა რომ ესეც არ ჩამეწერა. ნახეთ რა სილამაზეა, რა სიგრილე და ბედნიერება არის. კარგი დღე იყო ძალიან ბევრი ვისრიალეთ. ეხა თოვლიც წამოვიდა და იმედი მაქვს რომ ხვალდერით ფაუდერი იქნება და ფრირაიდსაც გავტესტავთ. ის ყველაზე ისეთი პროცესი არის რა. არის მე მევასება ეგ პროცესი, მაგრამ ბევრს არ ევასება, აი ფეხსაცმელს რო იცვლი რა. ყველა ვინც სრიალებს ეცოდინება რომ აი აქვე თოვლში გიწევს გამოიცვალო და გადაეწყო ჩვეულებრივ წარსაცმელზე რომ გაზს ფეხი დააჭირო. დავეშვით, თქვენი არ ვიცი და მე მაგრად მიყვარს ზანთრის საბურავებით, მანქანით. თოვლზე სიარული, აი
ძალიან სერიალი, გასართობი არის რა. ცოტას მოვასრიალებ თუ გინდა სტაბილურათან ჩუმია. მოკლედ ძალიან ასწორებს. ხო და რა მინდა და მეთქვა. ეხა ხო რაღაც ჩამოვედი. სნოუბორდი მანქანაში ჩავდით ფილა წნარად ჩავლაგდი ძალიან კომფორტულად ყველაფერი მაგრამ ადრე როდესაც რეალს ვიწყებდი რა შევოდი იცით სნოუბორდი მიყიდა პირველი მამამ ჩამერიცხა ფული და მიყიდა ჩემო მოძღვარმა ცოტა უცნაურია მაგრამ ეგრე იყო და მარშრუტკას ტაქსს Facebook-ს ყველაფერს მოკლედ ვადევნებდი თვალს რომ ვინმე რამეს რო იტყოდა რომ აი მიდის რეისი ან ჩაოლობრივ რეისაც გავყოლილო არ ვიღაც ნაცნობებს Facebook-ზე წერდი ვინმე ხარ მიდიხარ და აი ეგრე ჩემი აკიდებული ყველაფრით სხვას მიყვებოდი, სხვას მოვყვებოდი, იქ ადგილზე დასარჩენიც არ მქონდა, ან ვინმესთან რჩებოდი, სადაც პონტი იყო და ბევრად უფრო რთული და არაპრაქტიკული იყო ეს ყველაფერი, როდესაც სწავლობდი. თან სწავლის პროცესი იქ რაღაცა 1-2 წელი კუდუსუნ გასიებული დავდიოდი, იმიტომ რომ სნოუბორდის სწავლა მამასთან არის დაკავშირებული, მაგრამ აი ძალიან მინდოდა რომ მესწავლა და თან ყოველთვის არ დაგავიწყეთ რომ პარასკევ ღამე ან შაბათდილით დავდიოდი და კვირა ღამე ბრუნდებოდი, იმიტომ რომ ორ შაბათს სამსახური მქონდა ხოლმე რა და პლუს ხარჯის პონჩიც ცოტა რთული იყო, მაგრამ აი ყველაფერი ლაგდებოდა, იმიტომ რომ ჯეროდა ხოლმე რა და სნოუბორდზე სრიალის დამსახურება ძალიან ბევრი ადამიანის გაცნობა, ძალიან ბევრ საინტერესო ადგილას მოხვედრა და ну, რა ვიცი ცხოვრების გაცნობა რა ზოგადად, იმიტომ რომ მართლა ძალიან ნათელი მხარე იყო ხოლმე ჩემს რუტინულ სამსახურში, როდესაც ან ბანკში მუშაობდი, ან ინტერნეტ პროვაიდერში, სადაც ინტერნეტებს ვრთავდი და დავდიოდი რთულ პირობებში თუ ასე შემდეგ. სრიალიც რთულ პირობებში იყო, მაგრამ აი იქ ბედნიერდებოდი. ეს რატო მოვაყოლე არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ იმიტომ ამბობ, რომ ყველაფერი როგორც ჩანს, მხოლოდ მაქედან არ იწყება ხოლმე რა. მარტივია, რომ ზოგადად რაღაცა შეხედო და მარტივად შეაფასო, მაგრამ ყველაფერი კარგის და ყველა კომფორტის უკან ძალიან დიდი შრომა დგას. აი ეს არ ეხება მარტო ჩემს თემას. ზოგადად ვიძახი რა, ნებისმიერ არც კოტეჯს, სასტუმროს, კურორტს და ასე შემდეგ წლების შრომა დგას და ასევე ძალიან კარგად მახსოვს აქაურობის მიტარბის გახსნა, როდესაც ჩვენ გადავიღეთ კოპტერმა პირველი, ასე ვთქვათ, გახსნის ცერემონიალი რაღაც მინისტრები და სახელმწიფო სტრუქტურებიც იყვნენ და ეხლა კი აღარ გავიდა რამდენიმე წელი, ბავშვთან ერთად, ცოლთან ერთად, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად ამოვდივარ და სრიალებთ. ესეც ხდება. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ мотивация იყოს ვიღაცებისთვის და არ ვიცი თუ რამეში გამოგადგებათ ეს ინფორმაცია, დამიჯერეთ, გამოდის, თავარია შრომა, თავარია რაღაცა გინდოდეს, რაღაცა ძალიან მაგრად წარმოიდგინო, ჯეროდეს და უეჭველი გამოდის, აი, უეჭველი. სრიალი მორჩა და აუცილებლად გავიაროთო კირას, სადაც უნდა იქ. ვართ 25-იანებთან, სადაც კირას სნოუბორდით კი არის სრიალებს. ის სრიალებს ციგურებზე ცოტას გავიშენებთ, მე მივორწაში. დავიშენებთ, რა დრო იყო ბავშვობაში. აი ამ ციგებით რო სრიალები და ეს იყო ჩემთვის ყველაფერი, ანუ ამაზე ეს რომ მქონდა всё ბედნიერი ვიყავი და მეტი არაფერი არ მინდოდა. ეხლა უკვე გაეზარდა ბავშვებს თამასა და მაგე ციგურები, სნოუბორდი, გუნდის გასაკეთებელი, ყველაფერი ერთად უნდა დააქვთ. მითხარი ეხლა აქ რა მოგწონს ყველაზე მეტად, რომელი ატრაქციონი? სახტუნაო? ბატუტი? ეგ არის რა, ბავშვები არ არიან შემოჭილები რაღაც პატარ-პატარა წარმოდგენებით, რაც უსწორდებათ იმას აწვევია. ამიტომ უნდა იყო ბავშვი და ყველა ჩვენგანში არის რაღაცა მხრივ ბავშვი და უნდა ვეცადოთ, რომ ეს ჩვენგანში ბავშვი არ მოვკლათ, არ ჩავკლათ და პირიქით, ბავშვები არიან სამაგალითოები ძალიან ბევრ რამეში. ამიტომ მიხარია ყოველთვის, როდესაც სელფის გადასაღებად იქნებათ უბრალოდ ჩასახუტებლად, ძალიან ბევრი ბავშვი გამორბის ხოლმე ჩემთან და ესეც გავარ და უცებ და ვეხუტებიან ხოლმე რა. იმიტომ რომ ბავშვები კომპლექსებით არ მოძრაობენ და არ იკავებენ თავს რაღაცეებისგან. რასაც გრძნობენ, იმას გამოხატავენ. მეტად ჩვენს შემოძლოს ეგრე. რაც შეეხება ბავშვების დირექტორს, აი ეს არის ბავშვების დირექტორი, რომელიც იჯინებს ხო, ჩოპუშპუშებული არის. მოკლედ ეს მაგარ ადგილას მოხვდი. ციგებით სადაც სრიალებენ რა, კირა ამოვიყვანე და დავილეწე უკვე ერთხელ გადაღება ვეღარ მოვასარი, ახლა კირა ავიდა და დაეშვება რა. დავუგონთ აქ დიდებით ზრდასრულებით ძალიან სერიოზულად სრიალებენ ციგით. და მაგრადაც ილეწებიან რა. ეხლა წამოვა კირაც. დაიძრა, ნახოთ აბა ვის გაიტანს. მიდი. დააჭირე ძლიერად. Let's go! Nela, ocha, argi khar. Davay, mukhruchi. Mogisagambovda, chamovედით ჩვენი სასტუმროს რესტორანში, სადაც მილა პირველად აგემოვნებს პორტოხალს და არა ლიმონს. როგორი იყო დღევანდელი დღე? გითხარი 1-2 სიტყვით. ძალიან კაი დღე იყო. ერთხელ ჩამოსრიალდი ზუსტად ისიც ცოტა ხანი დამელოდნენ კირა და მილა. თქვენ რა სიტყვით? სნოუბორდი სატუარი სრიალე დღე, სატუარი ვარჯიში. ციგურები ჯობია? ამასობაში მოვიდა ცეზარი ქათმით,
ასევე მოვიდა ქართული სალათი, ხოლო ჩიხირთმას და კიდე რას, კარბონარას ველოდებით და გამოიცანეთ კირასი რომელია თქვენი აზრით, აი კარბონარა თუ ჩიხირთმა? რომელს შეჭამ შენ, ჩიხირთმას თუ კარბონარას? ჩიხირთმას. მე კარბონარა დამრჩა. ეს კირას ჩიხირთმა, აბა იმედია მოეწონება. ცხელი ხო არ არის ძალიან? ცოტა. ეს ჩემი რა კირასთვის იყო შეგვეთილი, მაგრამ მე შემეტენა კარბონარა და ეს მილას პური. არა, სხვა რაღაცასაც ვაჭმევთ, მოდი შეხება. ოღონდ ეს რო არის მჭამელი, ეგეთი მჭამელი არ არის არავინ. მართლა? არა, არა ვიგრევ. მოკლედ, მაგრამ შეა მთელი დღის ნაცრიალები, ამიტომ შევბერი. დილამშვიდობისა უკვე მეორე სრიალის დღე მეგობრებო და ისევ იდეალური ამიდია, თოვლი არ დაუმატებია, მაგრამ გადასარევი სასრიალოა. ზე გვაქვს, რაც ყველაზე მთავარია, თოვლიც გვაქვს და ის გადაგვრჩენია რა დავიწყოს სრიალი, თეოც გზაშია, მალე ამოვა და შემომიერთდება უბრალოდ პირველ ჩამოსრიალებას ვასწრებად მაინც არ ამოვიდოდა და ამიტომ დავეშვათ ახლა ერთად კამერა წამოვიღებ. მერე უკვე თეოც შემოგვიერთდება და უფრო ნელ-ტემპზე გადავალთ. გუშინ ასევე გამძვრა 655 ლარი, რადგან ვიყიდე წლიური აბონემენტი, აქამდე არ მქონდა ნაყიდი, რადგან მხოლოდ ერთი წლის სრიალე, ყველა სეზონის სკიპას იღირს 655 ლარი ბარათიანად და იმედია სვანეთშიც ავალ და ხალხურით არ შემრჩება ეს ამხარო ფული გადახდა. ფრირაიდი მენატრება, ამიტომ მინდა სვანეთში ასვლა, ფაუდერი, პლუს ახალი ბორდი ეგასა ტესტი, რომელიც ფრირაიდის ბორდი არის. ეგ არის. მოვედით და ეხლა უნდა ავწიოთ და გავემზადოთ დასაშვება. აუ რა მაგარია შეხედეთ. პირველ დაშვებას არ ჯობია არაფერი ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ კიდე კესბორერის ხაზები ეთყობა რასაც. აუ ნახე რა მაგარია. გამოიწერეთ ჩემი არხი, დააჭირეთ subscribe ხილაკს, გააქტიურეთ ხარისხილაკს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემოგვიერთდა ქალბატონი პრინცესა, მეგობრებო, ქალბატონის სნოუბორდერი. ეს ერთი ორჯერ აიჩეხება, მაგრამ რაღაცას იზავს. მაგრამ განწყობა არის, რაც ყველაზე მთავარია. შემდეგი წამოსვლა ბავშვებთან ერთად გავაკეთოთ ბავშვების გარეშე. მაგიო წლებია გადის და ვერ ვსრიალებ, იმიტომ რომ ხან ერთი ბავშვი ყავს, ხან მეორე. მოგვიყევი. თხილამურზე რო სრიალებდი, რატო გადმოხედი სნოუბორდზე, აი ეგ მოგვიყევი. დამაძალეს. ძალადობის ხორბლია. ძალადობის ხორბლი ვარ. ვიყავით თხილამურებზე, ჩემით ნასწავლი. სკოლიდან დავიწყოთ ილამურების სრიალი, ვისწავლეთ რაღაც ადეკვატურად სრიალები, მგონია თავი რაღაც ნახევარსპორტსმენი და მე მოვიდა გიორგი და არაო რა, მოდი ვისრიალოთ სნოუბორდით. ეხლა თქვით, რომელი უფრო მაგარია მეგობრებო, ა? რომელი უფრო უხდება? მშვეული რო ხარ ერთზე, მე 0-დან დავიწყე და ხო, მაგრამ ისწავლე უკვე. რატო ფორთხიალობ? აი, ფორთხიალობა, ეხლა განახებთ ამის სრიალს და მითხარით ფორთხიალობს, თუ უკვე ისწავლა და განვითარება სჭირდება ცოტათი. ეგ არის, დაშვება ნომერი 2. ჩემს ძვირფას მეუღლესთან ერთად, რომელიც უკვე მზად არის. Ready? Steady, go. Steady, go. აბა, როგორი იყო? გაიყო, მაგრამ ფეხები უკვე დაღლილია. ამასობაში მეგობრებო, შევხვდით ჩვენს მეგობრებს, ლაშას და მარიშკას, ვისი დამსახურებითაც ჩვენი ეზო ქოშიგორაზე ესეთი ლამაზია. ხო და ეხა ერთად ჩავსრიალდებით, ბოლო ჩავსრიალდება გვაქვს.